მოგესალმებით, საღამოშვიდობის. საუბარი შეეხო ძალიან ბევრ საკითხს, ყველა ფუნდამენტურ საკითხს, რაც ახლად დგას ჩვენ ქვეყნის წინაშე, როგორც გამოწვევა. მე მინდა გადავიდე პირდაპირ კონკრეტიკაზე და ვთქვა, რომ პირველი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველო, რომელიც წარმოადგენს მის ტრადიციულ პარტნიორს, არ დარჩეს ამერიკის ყურადღების მიღმა და პირიქით იყოს კვლავაც მიუხედავად იმისა, რასაც ჩადიან ქოცები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, იყოს კვლავაც ძალიან მყარად ამერიკის ინტერესის ერთ-ერთი სფერო და ეს თავისთავად არის მისასალმებელი. ამას ჩვენც მივესალმებით, იმიტომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკა ჭირდება საქართველოს განვითარებას, საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და სტაბილურობას რეგიონში და ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ ამერიკა არ იქნება წარმოდგენილი რეგიონში, სხვა ძალები, არც თუ ისე კარგი ძალები შეავსებენ იმ ნაპრალს, რასაც ამერიკის არ ყოფნა იწვევს ხოლმე. ამიტომ ჩვენ მივესალმებით განგრძობით ყურადღებას, რასაც აშვებს ამერიკის შეერთებული შტატები და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკამ რეჟიმს ძალიან მარტივად უთხრა, თუ შენ გინდა ურთიერთობების ნორმალიზება, თუ შენი მიზანი არის სტაბილიზაცია, მაშინ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგა. რა არის ეს კონკრეტული ნაბიჯები, გრიგოლ და აქვე სწორედ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შემოვიტანდი ამ შეკითხვას. განცდა თქვენი ამ შეხვედრების შემდეგ როგორია არის შანსი, რომ თავი დააღწიოს ოცნებამ ამ იზოლაციას, საერთაშორისო იზოლაციას, რომელშიც ის 2024 წლის არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა? ნახეთ, საერთაშორისო იზოლაცია ფართო ფენომენია, ბუნებრივია, ის არ მოიცავს. კონკრეტულად ვისაუბროთ, მოდით ვაშინგტონის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ვაშინგტონთან მიმართებით ქართულ ოცნებას აქვს ძალიან კონკრეტული ტიპის შანსები, თუ კი ის მოიქცევა სწორად, თუ კი ის გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, იმიტომ ტრამპი არის ტრანზაქციული ტიპის ლიდერი, რაც შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ტიპის რაღაცების მიღების სანაცვლოდ ემხრობა კონკრეტული ტიპის კავშირებს ამა თუ იმ ადმინისტრაციასთან. ტრამპს და ეს თავად განაცხადა უკვე საელჩომაც, აქვს რა თქმა უნდა ინტერესი, რომ მათ შორის საქართველოსთან ითანამშრომლოს, თუნდაც იმიტომ, რომ შუა დერეფანი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი სხვა შეიძლება ქოცები გვიმტკიცებდნენ, რომ ტრამპი იქნებოდა იზოლაციონისტი, ჩაიკეტებოდა და არ გამოიხედავდა და ეს აღმოჩნდა ჩვეულებრივი ტყუილი ქართული ოცნების რეჟიმის, ამიტომ ჩვენ დავინახეთ, რომ ტრამპი არათუ იზოლაციონისტი არ არის, გამოთიშვის თვალსაზრისით, პირიქით, პირველი პრეზიდენტია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ასე ქმედი და ჩაერთო და მიაღწია იმას, რომ მისი სახელობის კეთილდღეობის და მშვიდობის გზა არსებობს ჩვენგან სულამდე საათის დაშორებით სამხრეთში, ხო? და რა თქმა უნდა, ამერიკას სურს, რომ ანაკლია აშენდეს, ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს ჩართული ორ დანარჩენ კავკასიურ სახელმწიფოსთან ერთად. მაგრამ რა არის პირობები ამისთვის, რასაც ისინი უყენებენ? კი, პირველი არის ის, რომ ჩინეთის ეკონომიკური გავლენები უნდა შემცირდეს, ირანზე ადეკვატური პოლიტიკა უნდა გააჩნდეს. იყო თქვენთან ამაზე საუბარი? ამაზე სხვადასხვა დროს ყოფილა. მათ შორის ჩვენ მქონდა ამაზეც საუბრები, მაგრამ სხვადასხვა დროს არაერთხელ მქონდა ამ თუ სხვა დელეგაციებთან თუ ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენლებთან საუბარი ამ თემებზე. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან პირდაპირ, რომ ჩინეთის საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ირანზე რიტორიკა და პრაქტიკა და იქ სირბილის შეწყვეტა არის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ასე ძალიან მნიშვნელოვანი ტრამპისთვის საკითხი. ამავე დროს არც ის არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან ამ საკითხებზე უფრო მეტი აქცენტი აქვს ადმინისტრაციას, დემოკრატია და პარტიების აკრძალვა ან პოლიტიკური ოპონენტების დევნა არ ადარდებს, ეს ასე არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ მაგიდაზე ასევე არის ეს საკითხებიც. ანუ საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაშიც ამაზე იყო პირდაპირ საუბარი პარტიების აკრძალვის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. ანუ, აი მე მაინტერესებს, ვინაიდან თქვენ იყავით ერთ-ერთი მათ შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის, ვისაც ჰქონდათ შეხვედრა და საუბრები, შტაბ-ჭრილება როგორი დაგრჩათ? ხომ არ შეეხო დელეგაცია თქვენთან საუბარში დაუშვათ საკითხს, რომ ოცნება მზად არის რამე უკან წაიღოს, რამე დათმოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის? კონკრეტულად ამ ტიპის საუბარს არ ქონია ადგილი, თუმცა ჩვენთვის ძალიან მკაფიოა, მე ვფიქრობ, ის თუ რას ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები და ამაზე ისინი საუბრობენ, მათ შორის საჯარო განცხადებებშიც, ერთი აქედან არის, რომ ოპოზიციის ჩართულობა და არა განადგურება იქნას მიღწეული და ახლა როდესაც საელჩოს განცხადებაში უნდა განმიმართოს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რას ნიშნავს ოპოზიციის ჩართულობა? საელჩოს განცხადებაშიც ხაზგასმულია, რომ შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ
ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ანუ, აი ძალიან დიდი საკითხია საიმისოთ, რომ მეტად გავამარტივოთ, მაგრამ მაინც რომ შევეცადოთ და პირდაპირ პასუხი რომ გავცეთ, რა იგულისხმება დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობაზე, როცა არის საუბარი? მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რომელიც უნდა გავამარტივოთ და დავარქვათ სახელი. და მე აქ ვიტყვი ზუსტად რა პრეფერენცია, რა სურვილი გააჩნია სახელმწიფო დეპარტამენტს. განგიმარტეს ეს? რა გითხრეს? აი ეს იყო ყველაზე მკაფიოდ განმარტებული ნაწილი, შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ და გითხრეს ის, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით. ამერიკა იმედგაცრუებულია თუ პოლიტიკური პარტიები, რომელიც ისინი ხედავენ, რომ არის ყველაზე პროამერიკული, ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე მეტი ხედვის მქონე, ყველაზე მეტი გამოსავლის მქონე, ხო, კარგად იცის ამ პარტიამ როგორ მართონ ქვეყანა, როგორ გადაჭრან სოციალურ პრობლემები და ამავე დროს ეს პარტიები არ არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ ინსტიტუტებში, რაც ამერიკის აზრით პირდაპირ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ. მოდით კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, ბატონო გრიგოლ, ანუ თქვენი შეხვედრისას პირდაპირ მიიღეთ მათი პოზიცია, რომ ისინი არ ემხრობიან ბოიკოტს ოპოზიციიდან. ანუ ესეც უნდა გამიშალოთ, რამდენადაც შესაძლებელია. აქამდე იყო ეს ბოიკოტი, მაგრამ ბოიკოტს უკვე აღარაფერი ეშველება, ბოიკოტი უკვე შემდგარია. ანუ რა გითხრეს, რომ ამიერიდან არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, თუ აი ბოიკოტში რომ გავიდა ოპოზიცია, ეს შეიძლება გადაიხედოს რამენაირად? ნახეთ, არ ყოფილა ბოიკოტის კონკრეტულ მოდალობებზე საუბარი, რაზეც თქვენ კითხულობთ, მაგრამ ძალიან მკაფიოდ, სრულიად პირდაპირ ვიტყვი და ამას პირველად ვამბობ, აი ეს მკაფიოდ, სრულიად პირდაპირ ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ბოიკოტების მხარეს, არ არის არჩევნების გამოტოვების მხარეს, არ არის ბრძოლის ამა თუ იმ ფორმაზე უარის თქვის მხარეს, არამედ არის იმის მხარეს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში, მაქსიმალურად სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის პოლიტიკური ინსტიტუტების ცხოვრებაში, წარმოადგინოს, აი რეპრეზენტაციასაც ქვია, ხო, პოლიტიკური წარმომადგენლობა წარმოადგინოს ერის ინტერესები და იბრძოლოს ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც არსებობს. ანუ დაგტოვს ეს? არა. იმიტომ რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღო და უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე, ხო? ანუ შენიშვნა მოქცეს, დაგტოვს ეს. არა, ნახეთ, მე არ უყურებ საგარეო შეხვედრებს ასე, რომ იქ ვთქვათ, შეიძლება ეხა მე მეტად უხეში ფორმით გამოვაყალიბო, ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ძალიან ლოგიკურია, ეხა რომ ამ ფორმით დავსვა ეს. მე მინდა საზოგადოებას ესწოდეს, რომ ჩვენ არ უყურებთ საგარეო შეხვედრებს ისე, რომ ვთქვათ რაღაცა, აი კოცებს უყართ ხოლმე თქვა, ხო, რაღაც ინსტრუქცია უნდა მივიღოთ, რომ ესე ქეთ, არა. უბრალოდ ჩვენი პარტნიორები უყურებენ პროცესს, არიან ჩართული მასში, აქვთ რა თქმა უნდა ძალიან კარგად გათვითცნობებული, ინფორმირებული ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ წავიდეს პროცესები წინ და უნდათ რომ სწორმა ენერგიებმა სწორი რაღაცები გააკეთონ. ამიტომ როგორც მეგობრები, ისინი გვეუბნებიან, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ საბრძოლველად და რაც შევა მეტ პოლიტიკურ ინსტიტუტში უნდა ვიყოთ წარმოდგენილი. და ეხლა ის რომ ლელო არის მაგალითად წარმოდგენილი საკრებულოებში, ვიღაცებს ხო გაუღიმიათ ამაზე, მე რას ვცვლით. ხო, იმიტომ რომ სურათს ვერ ცვლის ლელოს არსებობა ვერც საკრებულოში. ერთი კოლეგის პასუხად თქვა ერთმა ამერიკელმა, მე არ დავაკონკრეტებ ვინ, მაგრამ ერთ-ერთი კოლეგის პასუხად თქვა ერთ-ერთმა სწორედ ამერიკელმა მეგობარმა, რომ წარმომადგენლობის პრინციპს იცავენ. ხალხს აქვს წასასვლელი, ხალხს შეუძლია რომ ცადოს და თავისი წარმომადგენლის განცდა ქონდეს, რომ იქ არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის იბრძოლებს. და აი ეს მოხდა უნგრეთშიც, ხო? საერთოდ აღჭირდება სახელმწიფო დეპარტამენტი უნგრეთში, რომ ეთქვათ უარი არჩევში ბრძოლაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემა არის გაყალბებული წინასწარ და იყო ძალიან გაყალბებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ღიად პრორუსი და ხა პუტინის მეგობარი იყო, ხო? ერთ-ერთი ორბანი, ხო? მხოლოდ იმიტომ, რომ ცესკო ძალიან ცუდად მუშაობდა და მოწყობაც კი ისეთი იყო არჩევნების, რაც შეუძლებელს ხდიდა გამარჯვებას პრაქტიკულად, მაგრამ მადიარმა არ თქვა უარი, ძალიან ბევრი იმუშავა და მოახერხა, რომ დამდგუნველი უმრავლესობა მისულიყო არჩევნებზე. ამიტომ ეს არის ის მოდელი, რაც დღეს რა თქმა უნდა ბუნებრივად ყველაზე მისაღებია. გრიგოლ, აი, როდესაც საუბარი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო სწორედ ეს ნაწილი, ანუ ოპოზიციის ჩართულობაში რა იგულისხმება
გულისხმებოდა უფრო რომ მეტი მოგეყოლათ და როდესაც თქვენ მათგან მიიღეთ ესეთი განმარტება რომ არ შეიძლება რომ არ იყოს ჩართული ოპოზიცია პოლიტიკურ პრომოკრეტ ბოიკოტი როგორც თქვენ ახსენეთ როდესაც შემოვიდა თქვენი საუბრის დღის წესრიგში თქვენ არ განუმარტეთ მათ არაუხსენით რამ გამოიწვია ეს ბოიკოტი მათ შორის თქვენივე პარტიის უარი პარლამენტში შესულიყო გაყალბებული არჩევნები გაკონტროლებული არჩევნები და მთელი ის რავით საძაგელი სისტემა გაჟონილი ბიულეტენები და კაპიტნები რაც მივიღეთ 2020 კი ცალსახად მე პირადად ავხსენე ზუსტად ეს აი ეს გარემო რომელშიც იყო და არის და კიდევ უფრო უარესად არის საქართველო ჩემო კოლეგებმა დარწმუნებული იგივე გააკეთეს სხვა შეხვედრებზე მათ ძალიან კარგად ესმით რომ ის გაუსაძლისი ვითარება რაც შექმნა ქართული ოცნების რეჟიმმა რა თქმა უნდა არის სრულიად შეუსაბამო და შეუთავსებელი ნებისმიერ დემოკრატიულ მოვლენასთან ნებისმიერ არჩევნებთან მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგად ესმით რომ ბრძოლაზე უარი არ უნდა თქვას არავინ რადგანაც ბრძოლის გარეშე ასეთი ტიპის რეჟიმს მოდი ვერ დაამარცხებთ ანუ მათი პოზიცია იყო რომ მიუხედავად არჩევნების გაყალბებისა თქვენ მაინც უნდა შეხვიდეთ მსგავს პროცესში იმის მიუხედავად რომ წინასწარ დაწერილია უკვე შედეგები როდესაც აი ამ წესებით ატარებს რა წესებითაც ოცნება ატარებს არჩევნებს აქ ვიტყვი მე ამჯერად წინასწარ დაწერილი შედეგების მე პირადად იმიტომ წინასწარ იყო დაწერილი უნგრეთშიც მაგრამ გადაწერა მადიარმა და თუ დამრდგუნველი უმრავლესობა გამოცხადდება არჩევნებზე მე არ ვთვლი რომ არსებობს ფიზიკური შანსიც კი რომ წინასწარ დაწერილი შედეგით იხელმძღვანელოს რეჟიმი, იმიტომ ორბანმაც სადაც ხარშვის პირველ საათში არჩევნებისა მან განაცხადა რომ აი ოპოზიცია თაღლითობდა და იპარავდა ხმებს. იმიტომ რომ თუ ახლოს იქნებოდა ხმები ის შეეცდებოდა გაესაჭიროებინა რაღაც ნაწილი, ხო ვთქვათ, მაგრამ როგორც კი დამდგუნავმა უმრავლესობამ უბრალოდ უარი განუცხადა ორბანის რეჟიმს, მას მოუხდა დამორჩილება ხალხის ნებასთან, იმიტომ მე არ მგონია რომ ფიზიკურად გაყალბებადი არის რაღაც პროცენტს მიღმა. რაც შეეხება ამერიკელების როგორ ვთქვათ, სურვილს და არჩევას, ეს არ არის რაღაცის ფასად შევიდეთ არჩევნებში. არა, სავსებით არა და ჩვენგან ფასი ძალიან მკაფიოდ ითქვა. ძალიან კარგად ესმით. მე პირადად ვუთხარი ძალიან მკაფიოდ ყველაზე მინიმალური რაღაცები, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, იმისთვის, რომ არჩევნების შესაძლებელი იყოს და მაშინ მორალურად მისაღები. თუნდაც ის, რომ პოლიტიკური ტყვეები არ უნდა იყვნენ ქვეყანაში. თუნდაც ის, რომ პოლიტიკური პარტიები არ უნდა უხდებოდეს, ხო? იმიტომ რომ პარტია არის, ხო, ელემენტარული ჭურჭელი დემოკრატიის, რომლითაც შემიძლია მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. თუნდაც ის, რომ აი შეურაცხყოფ კანონებთან არ უნდა ქონდეს შეხება, რომელიც ტროტუარზე დგომას მიგზავნოს. ეხლა ვის წარმოადგენენ, რომ კამპანიობდნენ სადარბაზოში, იქიდან გამოსულს ტროტუარზე დგომის გამო მაკავებდნენ. და ამერიკელებს ესე ძალიან კარგად ესმით. მე უბრალოდ ვყვები იმ მხარეს, იმ ფილოსოფიას, რაც მათ აქვთ არჩევნებზე და მონაწილეობაზე. თორემ მათ რეჟიმსაც ძალიან მკაფიოდ უთხრეს და თქვენ ეს აღნიშნეთ, ხო, დასაწყისში, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს და საერთოდ საზოგადოებას მონაწილეობის შანსი უნდა მიეცეს და ეს არის მეორე მხარეს გზავნილი. და ხომ არ იცით მათგან აპოზიცია დაფიქსირდა ესეც რაიმე საუბრებში ხომ არ გამოიკვეთა მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი რომლითაც ხვებთან ერთად თქვენს პარტიასაც ემუქრება აკრძალვა მე ვფიქრობ ეს განცხადებაში ჩანს რომ ამერიკას აქვს ძალიან მკაფიოდ ნეგატიური დამოკიდებულება აი ზუსტად ამ თემაზე ხო ხაზგასმით წერია ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი დიახ ნამდვილად იმიტომ რომ ეს არის ელემენტარულად ასობით 1000 ქართველის მიერ არჩეული პოლიტიკური ჯგუფების რომელიც ამ პრინციპით იქნა გამორჩეული ხო თვითონ რეჟიმმა გითხრა რატომ გამოგვარჩიეს ჩვენ და ჩვენ ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჯგუფები ღმა პატრიოტები სხვა კოლეგებისადმი მაგრამ თვითონ ქართულმა უცებამ თქვა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფები რომელიც არის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფები აი იმათ ვგრძალავთ დღეს და ხვალ სხვა იქნება იმასაც ავგრძალავთ ეს თქვენს კოცებმა და ეხლა ეს ამერიკა ძალიან კარგად ესმის რომ ეს არის პროამერიკული პარტიები ეს არის წონადი პოლიტიკური ჯგუფები და ეს არის ის პოლიტიკური ენერგია რომელზეც დღეს დგას ამ ქვეყანაში ევროინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური სივრცისთვის გრიგო აი ვინაიდან ბევრი ვისაუბრეთ სწორედ ამ შეხვედრაზე იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი გააჩინა კითხვები საელჩოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა პოსტმა ხომ არ ნანობთ ლელოში რომ ბოიკოტში გახვედით 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს კითხვა სხვა შორის გამიჩნდა როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გადაწყვიტეთ მონაწილეობა სანანებლად გექცათ შემიძლია ეს კითხვა დავსვა ეხა ხომ არ შემიძლია არა მე შემიძლია დავსვა ყველა კითხვა მაგრამ რატომღაც განცდა მიჩნდება ასეთი რომ შეიძლება ნანობდეთ უკვე რომ ბოიკოტში გახვედით თუ ვწდები ნახეთ
იმ ბოიკოტს, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ და ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც ამ, როგორ ვთქვათ, ამ ტალღას ესე იგი გაუძახით პრინციპში, ძალიან კონკრეტული ისტორიული ამოცანა ჰქონდა, რაც იყო რუსული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება, ეროვნული ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება. 2025 წლის არჩევნებში არ წყდებოდა ეროვნული ხელისუფლების ბედი. აი, იქ წყდებოდა ზუსტად წარმომადგენლობის ბედი, ხო? აი, ხაშურში, მესტიაში, სენაკში, გლდანში გვეყოლებოდა თუ არა ჩვენი ხმოსანი, ხო, რომელიც ამ ხალხს ეტყოდა, რომ მე აქ ვარ და ვიბრძვი დიახ, აი ამ მილებზეც და გზებზეც და იმ დიდ ეროვნულ თემებზეც და მე მიმაჩნია რომ ძალიან სწორი იყო როგორც ერთი, ასევე მეორე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, მე ძალიან ღიად ვიტყვი და მე ვფიქრობ, ჩემი აზრი, ბევრმა ადამიანმა იცის მარშვის პოლიტიკურ წრეებში, ბოიკოტები არ არის ეფექტური გზა პოლიტიკური ბრძოლისა. და აი, თუ ხელოვნურ ინტელექტს ვკითხოთ, გეტყვით, რომ ბოიკოტების 4%-ს აქვს ოდესმე რაიმე შედეგი გამოღებული. 4%-ს. აი, 4%-ს არ აქვს. და მით უმეტეს, როდესაც ებრძვი ჰიბრიდულ რეჟიმს, ჰიბრიდული რეჟიმი გეკითხათ მე ხელოვნური ინტელექტისთვის. როდესაც იღებდა ყველა ხერხით, თუ ასე ვფიქრობ. ყველა ხერხით. ამიტომ ნახეთ, ჩვენ გვჭირდება ყველა ფორმით ბრძოლა, პროტესტითაც, საგარეო შრომითაც და ყველაზე მეტად ველზე და როცა მოაწევს არჩევნებითაც. ეხლა ამ არჩევნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ პირველ რიგში და არჩევნები არ მიგვიღწევია არჩევნებისთვის და მეორე უნდა ვიბრძოლოთ რომ არჩევნები ჩატარდეს თვისებრივად განსხვავებულ ვითარებაში. ეხლანდელი ბრძოლის დღის წესრიგი არის ეს, რომ მივახციოთ არჩევნებს, რომელიც ჩატარდება უკეთეს ვითარებაში, ვიდრე გვაქვს დღეს და ვიდრე რომელშიც ჩატარდა წინა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რომ ვიბრძოლოთ. თუ ნახეთ ის და ჩვენ ეს არ გვინდა რომ 25 განმეორდეს, იმიტომ 2025 წელს ოპოზიციის არ მონაწილეობა იყო კატასტროფული შეცდომა. ამაზე ბევრი გვიკამათია, ეხლა კიდევ ამ ძველ კამათს აღარ დავუბრუნდებით, თქვენ რა თქვით? მე მივიჩვენა ეს იყო შეცდომა და ამერიკაც ასე მიიჩნევს. თქვენ იცით ჩემი პოზიცია, მე არ ვემხრობოდი ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის გასვლას, თუ კი ჩვენ საუბრობდით დიდ პოლიტიკაზე, დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ბოიკოტთან მიმართებაში, მაგრამ პროცესები იცვლება, სიტუაცია იცვლება და დღეს უკვე თქვენ გვეუბნებით, რომ ჩვენი პარტნიორები მოითხოვენ, რომ ბოიკოტი უნდა დაივიწყოს ოპოზიციამ. ასე გამოვიდა თქვენ. ყოველ შემთხვევაში, ნახეთ, ბოიკოტისაც ბევრი ფორმა არსებობს. არსებობს პოლიტიკური ბოიკოტი, როდესაც ხარ წარმოდგენილი, ხო? თქვათ, ამა თუ იმ უწყებაში, მაგრამ იქ აცხადებ პოლიტიკურ ბოიკოტს, ეგეც არსებობს. ხო, ბოიკოტიც ფართო ცნება არის, მაგრამ ნახეთ, ისა ჩვენ პარტნიორებს და არა მარტო ამერიკელებს, ევროპელებსაც ძალიან ბევრს ადარდებს. ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვთქვათ ჩვენვე, ჩვენი ხელით უარი იმ ბერკეტებზე და ინსტრუმენტებზე, რაც გააქვს პოლიტიკურ ბრძოლაში ნებისმიერ სახელმწიფოში კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში სულ და ეს არის პირველ არჩევნები, პარტია ამისთვის არის არჩევნებში იბრძოლოს, რაც შევა მეტ შედეგს მიაღწიოს, რაც შევა განვითარდეს და შეცვალოს და ეხლა როდესაც უყურებენ რომ შენ ამ ინსტრუმენტებს შენი ხელით ჩეხავ და შევა კიდევ მოგინდეს იგივეს გაკეთება, რა თქმა უნდა, მათ აქვთ წუხილი. მათ არ უნდათ რომ ჩვენ რაღაცა კამიკაძე რეჟიმში ვიყოთ გადასული. გასაგებია, თქვენი პარტია აფიქსირებს ხო ღია პოზიციას 2025-ის არჩევნების შემდეგ და კიდევ ერთი კითხვა, კობახიძის წლიური ანგარიში, რომელიც პარლამენტში უკვე დევს, თქვენ დღეს საგანგებო ბრიფინგი ჩაატარეთ, ამბობდით, რომ კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა მივიღეთო ამ ანგარიშითო, სხვა შორის აქ არის ამ ანგარიში ბრალდებები კვლავ ევროკავშირის წინააღმდეგ და რამდენადაც ცნობილი გახდა არც ერთი სიტყვა რუსეთის პასუხისმგებლობაზე, ხო, რა სიტყვით? ეს არის კლასიკური ტყუილების კონა, ისევ სუსის ანგარიშის არ იყო, ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი არ არის პრაქტიკულად ხსენებული, მაგრამ რა გასაკვირია, ეროვნული დააზვერვა იმ ინსტიტუტის ანგარიშიც კი არ არის ხოლმე ხსენებული ამ ბოლო დროს რუსეთი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, მთავარი მტერი და ჩვენი ქვეყნის მიწების ნაწილის ოკუპანტი. ჩვენ აქ ხედავთ სრულ ცინიზმს, ქართველი არისადმი, სრულ სიძულვილს, აი მაგალითად წერია პირდაპირ 233,000-ზე მეტი ბავშვი არის სოციალურ დახმარებაზე და იქვე არ არის ნახსენები ისაც კობახიძეს აღიარებული აქვს, რომ 4 წლის განმავლობაში მისმა თანაგონდელებმა, ვისი სპიკერიც იყო, ვისი უმრავლესობის ლიდერიც იყო, გაფლანგეს 760 მილიონი, როცა 30,000 ყალბი ფიქტიური სამუშაო ადგილი შექმნეს. წამოდგეთ 760 მილიონი გავფლანგეო რეჟიმაო, ეს კაცი თვითონ ამბობს და ეხლა დღეს გვიყვება, რომ 233,000
ბავშვი არის გაუსაცლის მდგომარეობაში. საბავშვო ბაღების, სკოლების ფული, ჯარისკაცების ფული, რა თვითონვე ამ მიზეზით და ამ ბრალდებით გაუშვეს საკუთარი მაღალ. ჩემი ერთ-ერთი დასკვნა ხაბატონ ინგარი. არაფერი არ წერია ამაზე, მოკლედ. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ზუსტად თქვენ ზუსტად სწორ მაგალითებს იხსენებთ, ეს არის რეჟიმი, რომელიც ძარცვავს ბავშვებს, მოხუცებს, ჯარს და იმ მოწყვლად ადამიანებს ყველაზე მეტად ვისაც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო. ამიტომ ეს არის მომაკვდინებელი ვერდიქტი, მომაკვდინებელი განაჩენი და ამაზე უფრო მკაფიოს მე ვერაფერს ვერ დავამატებ. ეს არის ბავშვების და მოხუცების მძარცველი და ქართულად მოძულე რეჟიმი.